აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს მთავრობის თავმჯდომარე მორიგი შეხვედრა ქუთაისში სამედიცინო ცენტრ დიომედ პლუსში გამართა, სადაც დაწესებულების პერსონალს პოლიკლინიკების რებრენდინგის შესახებ გეგმები გააცნო. ასევე ექიმებს დიომედის კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა. ლევან გალობლიშვილმა კლინიკის ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. შევხვდი ექიმებს, ძალიან დიდია და მნიშვნელოვანია მათი ღვაწლი ჩვენი დროებითი მოსახლეობის მიმართ. წარუდგინე მათ ახალი მენეჯერი პოლიკლინიკის გაერთიანების, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული იქნება მისი მუშაობა და ასევე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი ექიმი, რომლის გამოცდილება ძალიან წაადგა ჩვენს მომავალ თაობას. აქტიურად ვეცნობით თანამშრომლებს, ვისმენთ მათგან საჭიროებებს, მივხედოთ ინფრასტრუქტურას, ასევე დავამატოთ ამბულატორიული სერვისები, აქტიურად მუშაობთ რებრენდინგის პროცესზე, ეს არის ჩვენი უახლოესი სამომავლო გეგმა. მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი პროფესიონალიზმი ძალისხმევა, მიმართო ჩვენი დევნილი და რა თქმა უნდა არა მარტო დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, კიდევ უფრო მეტ ენერგიას ჩავდებ ამ საქმეში.